დიქტატურაში თავისუფალი აზრი უნდა ჩაკლა, იქვე სადაც გაჩნდება. თუ ვინმე თავისით იფიქრა, ეს უკვე საშიშროება. დიქტატორს მრავალი თვალი და ყური სჭირდება. გაიცანით პავლიკ მოროზოვი, 13 წლის ბიჭი, რომელმაც საკუთარი მამა სოფლის საბჭოს თავმჯდომარე ხელისუფლებასთან დაასმინა. მას ბრალი დასდო კულაკებისთვის ყალბი დოკუმენტების მისყიდვაში. მამამისი გულაგში გაუშვეს და მოკლეს. მაგრამ შვილის ბედი უფრო ტრაგიკული აღმოჩნდა. შურისძიების მიზნით ის საკუთარმა ბაბუამ და ბიძაშვილმა ტყეში მოკლეს. მაგრამ სტალინის მეტი რა უნდოდა. მკვდარი ბავშვი იდეალური პროპაგანდის იარაღია. პავლიკს დაუდგეს ძეგლები, მიუძღვნეს პოემები და საბჭოთა ბავშვის იდეალურ მაგალითად გამოიყვანეს. ყველა ახალგაზრდა კომუნისტ მისთვის უნდა მიებაცა. სტალინმა შექმნა ახალი სამყარო, სადაც პარტია ოჯახის წევრზე უფრო მნიშვნელოვანი იყო. ხოლო შენ, სამსახურის შემდეგ, სახლში ვახშმისას კი ჩურჩულის გეშინოდა. არა იმიტომ რომ მეზობელი დაგასმენდა, არამედ უკვე შესაძლოა საკუთარ შვილს ან ცოლს გაეწირა დასახვრეტად. თუ ვერავისგან საუბრობ და აზრის უფლება არ გვაქვს, ვერავისთან გაერთიანდები, მუდმივად ჩფოთაში იქნები. სამაგერო დიქტატორი მშვიდად დაიძინებს.